ნახოთ რა ხდება დღეს რუსთაველის გამზირზე, როგორია ვითარება პარლამენტის წინ. მეგინ არსავიძე გვერდება პირდაპირ ეთერში. რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ აქტივისტების მცირე ჯგუფი იმყოფება. რაც შეეხება საავტომობილო მოძრაობას, საავტომობილო მოძრაობა გახსნილია და აქციის მონაწილეები, აქტივისტები ამ დროისთვის იმყოფებიან პარლამენტის შენობის წინ ტროტუარზე. აქ გამოხატავენ ისინი საკუთარ პროტესტ აქცია 8 საათზე იყო დაანონსებული. აქ იმყოფებიან ოპოზიციის მხარდამჭერი აქტივისტები და ასევე ხელისუფლების ოპონენტებიც, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები. რაც შეეხება კიდევ ერთ აქციას, რომელიც დღეს იყო დაანონსებული, ეს შეიძლება ითქვას, რომ კიდევ ერთი ჩავარდნილი სცენარია აქტივისტების მიერ ორგანიზებული აქციების ერთ-ერთი ნაწილი ვიხილეთ დღეს ჩვენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. იქ იყო დაანონსებული აქტივისტების შეკრება, რომლებსაც მსვლელობით უნდა გადმოენაცვლათ სწორედ პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, თუმცა იქ მედია მივედით, მაგრამ აქტივისტები ვერ შეიკრიბნენ. სულ რამდენიმე აქტივისტი მივიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, იყო გაურკვევლობა და ეს მათი აქცია ჩავარდა. რაც შეეხება რუსთაველის გამზირს, როგორც უკვე აღვნიშნეს, საავტომობილო მოძრაობა გახსნილია და აქცია ტროტუარზე მიმდინარეობს.